გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. როგორც ნახეთ, შედგა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, რაც ამ ეტაპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმ თვალსაზრისით, რომ ამ ომში მზარდი ესკალაციის ტენდენცია ამ ეტაპისთვის შეწყვეტილია. ამ შეთანხმების შედეგად მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ ერთმანეთს არ დაესხმებიან თავს. შეერთებული შტატები, ირანს და ირანი ამერიკულ ინფრასტრუქტურას, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურის სრუტეში, ასევე ამ ცეცხლის შეწყვეტას შეუერთდა ისრაელიც და შესაბამისად არც ისრაელი დაესხმება თავს ირანს და არც ირანი ისრაელს, ასევე შუამავალი ქვეყნის პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შაჰბაზ შარიფის განცხადებით ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მოიაზრება ირანის მოკავშირე სხვა ესეთი შიიტური დაჯგუფებებთან წინააღმდეგობაც, იქნება ეს ლიბანში ჰეზბოლა, ჰუსიტები იემენში თუ ერაყში ჰაშთალ-შააბი. ყველა ეს ორგანიზაცია ამ მომენტისთვის შეუერთდა ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა მოგვიანებით ისრაელის მხარე განაცხადა, რომ ის აი ამ შეთანხმებაში არ მოიაზრებს ჰეზბოლასთან ფრონტის შეჩერებას და ის ამ მომენტისთვისაც განაგრძობს თავდასხმებს სამხრეთ ლიბანში. ბოლო კვირა-ნახევრის განმავლობაში შეერთებული შტატები და კონკრეტულად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა ირიბი მინიშნებებით, ირიბი სიგნალებით მიეღწია ამ შეთანხმებისთვის ირანთან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ომი არ მიმდინარეობდა ამერიკული სცენარით და შეიძლება ითქვას, რომ ომის მართვის სადავეები იმყოფებოდა თეირანის ხელში, გამომდინარე იქიდან, რომ ომმა დატოვა როგორც სამხედრო კონფლიქტის სივრცე და ის გადაიზარდა გეოეკონომიკურ დაპირისპირებაში, იგულისხმება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და ჰორმუზის სრუტე იყო ის ინსტრუმენტი, რითაც ირანი ახდენდა გავლენას, ზეწოლას, წნეხს არა მარტო როგორც შეერთებულ შტატებზე, არამედ მის მოკავშირეებზე რეგიონში, სპარსეთის ყურის მონარქიებზე, თუნდაც ისრაელზე და ასევე ევროპულ ქვეყნებზე და ეს გახდა, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მოვლენა იმისა, რომ შეერთებული შტატები წავიდა აი ამ შეიძლება ითქვას დათმობაზე, რასაც ეწოდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ასევე შეიძლება გამოითქვას ვარაუდი თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ამჟამად შეერთებულმა შტატებმა და შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის ფიუჩერსების ფასები რეალურად თანდათანობით უკვე ეწეოდა რეალურ ფასებს, საბაზრო ფასებს ნავთობისას და ამის შეკავება აი ამ რაღაცა პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელი ხდებოდა და ის მოსალოდნელი ფასები, რაც შეიძლება ყოფილიყო ნავთობის სხვადასხვა ნიშანზე, ერთ ბარელზე, უკვე გამოიწვევდა არა რეცესიულ პროცესებს ზოგადად გლობალური მასშტაბით, კონკრეტულად დასავლეთში და შეერთებულ შტატებში, შეიძლება ეს გადაზრდილიყო დეპრესიულ ეკონომიკებში, რაც ამ შემთხვევაში იქნებოდა ტოტალური მარცხი, მოდი ასე ვთქვათ, შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ მან არათუ სამხედრო ფრონტზე ვერ მიაღწია საკუთარ მიზნებს, არამედ საკუთარ, ასე ვთქვათ, საკუთარ ქვეყანაზე იწვნია, ასე ვთქვათ, ეს იწვნევდა ეკონომიკურ დარტყმას. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპს მოუწია უკან დახევა და მან ერთ-ერთ საკუთარ ტვიტში, უბრალოდ მის სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ირანის მიერ წამოყენებული 10 მოთხოვნა არის მისაღები დოკუმენტი, რაზეც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა დაიწყოს განხილვა და საკმაოდ საინტერესოა ეს 10 პუნქტიანი მოთხოვნები ირანის, რომელიც შეერთებულ შტატებს პაკისტანის გავლით გადაეცა, თუ რას ითხოვს ირანი და რის შესრულების შემდგომ თანახმაა ირანი, რომ არ განაგრძოს კონფლიქტი ორი კვირის შემდგომ, როგორც სპარსეთის ყურის მონარქიების წინააღმდეგ, ასევე შეერთებულ შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ. ამ მოთხოვნებში პირველი ეს არის გარანტიები თავდაუსხმელობის, რომ მომავალში ირანზე აღარ მოხდება, ასე ვთქვათ, სამხედრო თავდასხმა და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ესკალაცია. ეს პუნქტი რო განვიხილოთ, ამის გარანტირება საკმაოდ რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება და არა რაღაცა რიგითი კონფლიქტი შეერთებული შტატებისთვის, რომელიც შეიძლება დღეს მის ინტერესში და ხვალ აღარ იყოს, ეს ასე არ არის. ირანი სამომავლოდაც იქნება ამერიკულ საგარეო პოლიტიკის ინტერესებში და მისი, ასე ვთქვათ, მასთან წინააღმდეგობა. ამიტომ ეს პირველი პუნქტი არის მყიფე და შესაბამისად ვერანაირი გარანტიები ირანს ვერ ექნება, რომ მას თავს ვეღარ დაესხმიან. ეს შეიძლება ვივარაუდოთ გასული წლის მოვლენების შედეგადაც, რომ მაგალითად აი ამ 12 დღიანი ომის შემდეგ ეს უკვე მეორე თავდასხმა მოხდა არასრულ ეს წელიწადში. მეორე მოთხოვნა ეს არის
განგრძობადი კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე. ეს უკვე მოთხოვნა შეიძლება აღარ არის, ეს უკვე არის რეალობა. ირანი აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, მან, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, სამართლებრივ ეკონომიკური კონტროლი დაიბრუნა აი ამ სრუტეზე და ყველაზე ესეთი დიდი მარცხი შეიძლება ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით შეერთებული შტატების ის არის რომ არათუ დაიბრუნა ირანმა კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, არამედ ის აქცია საკუთარი ეკონომიკური განვითარების საფუძვლად და ასევე საერთაშორისო სანქციებზე წენხის განსახორციელებლად. როგორც ირკვევა, შემდგომი საპასუხოდ ასე ვთქვათ, ამ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შედეგად ირანი გახსნის ჰორმუზის სრუტეს, თუმცა ნებისმიერი გემი, რომელიც გაივლის სრუტეში, მან უნდა ასე ვთქვათ მოთხოვნა გაუგზავნოს ირანის შეიარაღებულ ძალებს და ნებართვის შემდგომ ის გაივლის და ამ ასე ვთქვათ ტრანზიტის შედეგად ირანი მიიღებს თითო გემზე $2 მილიონ მოსაკრებელს. თუმცა ეს მოსაკრებელი, ეს შემოსავალი გაიყოფა ორად, როგორც ირანული მხარე აცხადებს, ნახევარი ამ თანხების წავა ომანის სამეფოში, გამომდინარე იქიდან, რომ ჰორმუზის სრუტის ნახევარს სამართლებრივად ფლობს ომანი. ირანული მხარე აცხადებს, რომ ეს მოსაკრებელი საჭიროა იმისთვის, რომ ამ ომის შედეგად მიღებული ზიანი ირანში აღდგეს და დაიბრუნოს ის ეკონომიკური სტატუს კო, რაც ჰქონდა ომამდე. როგორც ვთქვით, მეორე პუნქტი უკვე რეალურად არის რეალობა და არა სამომავლოდ შესაძლებელი მოთხოვნა. მესამე პუნქტი ეს არის, რომ შეერთებული შტატები დათანხმდეს, რომ ირანს შეეძლოს ურანის გამდიდრება. ესეც არის პრაქტიკულად ტოტალური მარცხი შეერთებული შტატების გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ამ ომის დაწყებისა ეს იყო, რომ ირანს აღარ შეიძლებოდა ზოგადად ბირთვულ მეცნიერებაში რაიმე აქცია განეხორციელებინა არათუ რაღაცა სამომავლოდ ბირთვული იარაღის შექმნა. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ის გამდიდრებული ურანის რაოდენობები, რაც მოიაზრებოდა, რომ ჰქონდა ირანს, ეს კვლავ ხელშეუხებელი რჩება და ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად დაზიანებულია ამ თვალსაზრისით, თუმცა ამ მოთხოვნის შედეგად შეიძლება ეს პროცესი ირანში აღდგეს. ესეც ახლა ასე ვთქვათ, პრაქტიკაში რამდენად განხორციელდება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა უფრო მეტი ალბათობა აქვს, რომ ირანი გააგრძელებს აი ამ ურანის გამდიდრების პროცესს. მეოთხე მოთხოვნა ეს არის, რომ ირანს მოეხსნას საერთაშორისო სანქციები, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან აქვს დაწესებული. ეს არის საკმაოდ სადაო მოთხოვნა, თუ როგორ შეიძლება შესრულდეს ის. ეს არ არის დონალდ ტრამპის გადასაწყვეტი, ამას წვეთს კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი ამ ორივე პალატამ და კონგრესმა უნდა მოუხსნას ეს სანქციები. დიდი ალბათობით ეს მოთხოვნა არ შესრულდება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კონფლიქტის შედეგად არაფორმალურად ირანმა ეს სანქციები მოიშორა კიდევაც, ირანული ნავთობი უკვე თავისუფლად იყიდებოდა მსოფლიო ბაზრებზე და ნაწილობრივ დონალდ ტრამპაც რაღაცა დროებითი სანქციების მოხსნის რეჟიმიც კი გამოაცხადა, მე მგონი კონფლიქტის მეორე კვირაში. ხო, ესეც არის ესეთი სადაო მოთხოვნა, თუ როგორ შეიძლება სამომავლოდ შესრულდეს. ასევე მეხუთე პუნქტით შეეხებოდა მეორეული სანქციების მოხსნას, ესეც მეოთხე პუნქტის გამოძახილია, ესეც სადაო საკითხია, რამდენად შეიძლება მოიხსნას. მეექვსე პუნქტი ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოზე მიღებული რეზოლუციების გაუქმება ირანის წინააღმდეგ. ეს ფორმალურად შესაძლებელია, თუმცა, რამდენად შეასრულებს ამას შეერთებული შტატები, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ესეც სადაო საკითხია. დიდად ეხლა რო ვთქვათ, რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რეზოლუციებს ირანისთვის, ამ შემთხვევაში არ არის ესეთი კრიტიკული მოცემულობა, თუმცა სამართლებრივ სივრცეში ირანისთვის აი ეს ნორმები მნიშვნელოვანია. მეშვიდე პუნქტად აქ არის მოცემული მოთხოვნა, რის მიხედვითაც ირანი ითხოვს, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ გააუქმოს ყველა ის რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ირანი ვერ აკმაყოფილებდა სხვადასხვა ტიპის ნორმებს და უსაფრთხოების მოთხოვნებს ბირთვული წარმოების სფეროში. მეორე პუნქტად აქ არის კომპენსაციების გადახდა ირანისთვის, ომში მიყენებული ზარალისთვის. ესეც სადაო მოთხოვნაა და ასე ვთქვათ, რომ ვივარაუდოთ, დიდი ალბათობით შეერთებული შტატები ამ კომპენსაციას ირანს არ გადაუხდის, თუმცა აი ეს
ჰორმუზის სრუტეში მოსაკრებლის მიღებული შემოსავალი შეიძლება ასე ვთქვათ საკმარისი აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში ირანისთვის. მეცხრე პუნქტად ეს არის რეგიონიდან ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის გატანა. ესეც როგორც აი მაგალითად მეორე პუნქტი უკვე რეალობა, მეცხრე პუნქტი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე რეალობა ძალიან რთულად წარმოსადგენია ეხლა შეერთებულმა შტატებმა ის სამხედრო კონტინგენტი, სამხედრო შეიარაღება, სამხედრო სტრატეგიული შეიარაღება იქნება ეს რადარები, თავდაცვითი სისტემები, ეს მთლიანად ეს რესურსი ხელახლა ასე ვთქვათ ჩადოს ამ რეგიონში და აღადგინოს ის სტატუს კო რაც ომამდე არსებობდა. იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ წინაპირობა იქნება ამ ომის განახლების და მეათე ეს არის ცეცხლის შეწყვეტა ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. ესეც შეერთებული შტატები ამ კუთხით არც იყო მონაწილე, შეიძლება ითქვას ჰეზბოლას წინააღმდეგ, ეს პუნქტი მიმართულია ისრაელის წინააღმდეგ და როგორც ვახსენე, ისრაელმა უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე. თვითონ ის მოვლენა, რომ ეს 10 პუნქტიანი მოთხოვნების სია დონალდ ტრამპმა მიიღო განსახილველად და განაცხადა, რომ ეს შეიძლება იყოს სამუშაო დოკუმენტი შემდგომში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ეს უკვე ნიშნავს გარკვეულწილად მარცხის აღიარებას, გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი, მთავარი მიზანი აქ იყო ირანში ხელისუფლების ცვლილება, პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა და მაქსიმუმ როგორც ირანის დღევანდელი სახელმწიფოს დეზინტეგრაცია. ნახეთ, ასე ვთქვათ, პირველი დღის მოვლენებიც, როდესაც მოკლეს აიათოლა ალი ხამენეი, ლიდერშიპი, სხვადასხვა სამხედრო პირები, შემდგომ იყო ალი ლარიჯანის მკვლელობა, უმაღლესი უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელიც, რომელიც არაფორმალური მართველი იყო ამ შემთხვევაში ირანის უსაფრთხოების სექტორის, ეს ასე ვთქვათ, ეს მოვლენები მიანიშნებდა ამ ომის მიზნებს და ჩვენ ასე ვთქვათ მოვედით იქამდე, რომ არათუ არც პოლიტიკური სისტემა ჩამოიშალა, არც ხელისუფლება შეიცვალა, არც ირანის დეზინტეგრაციული პროცესები არ დაწყებულა. მეტნაკლებად ბუნებრივია სამხედრო შესაძლებლობებს, რესურსებს მიადგაზიანი, ეს გარდაუვალი იყო, ახლა შეერთებულ შტატებთან წინააღმდეგობაში შეუძლებელია გარკვეული ზარალი არ მიიღოს სამხედრო შეიარაღებამ, თუმცა წინააღმდეგობის რესურსი სამხედრო თვალსაზრისით ბუნებრივია ირანს დარჩა გულისხმობ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების მოცულობებს და ასე ვთქვათ ტოტალური კაპიტულაციიდან მოვედით იქამდე, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო ირანის მოთხოვნები, რომელიც საკმაოდ კრიტიკული არის შეერთებული შტატებისთვის, ახლა ამ 10 პუნქტიდან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ალბათ ომის დაწყებამდე შეიძლება ვთქვათ, რომ სიცილადაც არ ეყოფოდათ თეთრ სახლში. მაგრამ მოდი განვიხილოთ ის თუ რამდენად მყარი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ეს ორკვირიანი ვადა გადაიზარდო საომავლოდ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში, თუ შეიძლება ის აღმოჩნდეს მყიფე და კონფლიქტი განახდეს არათუ ორ კვირაში შეიძლება მანამდეც. დავსვათ ასე საკითხი, თუ კი შეერთებულ შტატებს შეეძლო ჰქონდა იმგვარი სამხედრო ეკონომიკური პოლიტიკური წნეხის განხორციელების შესაძლებლობა ირანზე, რომ მას მიეღწია საკუთარი მიზნები, როგორც ვახსენე, როგორც ხელისუფლების ცვლილება, პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა და სახელმწიფო დეზინტეგრაცია, ის ამას აქამდე გააკეთებდა და ის ამგვარ დოკუმენტს არ დათანხმდებოდა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს სამხედრო რესურსი შეერთებულ შტატებს ამ მომენტისთვის არ გააჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ის გათვლები, რაც არსებობდა ომის დასაწყისში, რომ საკუთარი სამხედრო ძალით მარტივად მიაღწევდა მიზნებს შეერთებული შტატები და ირანს არ შეეძლებოდა პასუხისგაცემა, პირიქით, ანუ ირანულმა პასუხმა, რეზისტენტულობამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის შეერთებული შტატებისთვის შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა, რაც შეიძლება ამ მომენტისთვის პარადოქსულად ჩანდეს, მაგრამ შეიძლება ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო ხანგრძლივადიანი და სიცოცხლის უნარიანად აქციოს და ირანზე საომავლო თავდასხმა რაღაც გაურკვეველი ვადით გადაიდოს, თუმცა აქაც არის ძალიან ასეთი კრიტიკული გამოწვევა შეერთებული შტატებისთვის. მე ეს არაერთხელ მიხსენებია, რომ ნებისმიერი შემდეგი დღე, შემდეგი თვე, წელი, რომელზედაც ირანზე არ იქნება წნეხი და მით უმეტეს თუ ეს მოთხოვნები შესრულდება შეერთებული შტატების მხრიდან, ეს ნიშნავს
ირანის როგორც გეოპოლიტიკურ აქტორად აღიარება, ირანის როგორც რეგიონულ დომინანტ სახელმწიფოდ აღიარება ახლო აღმოსავლეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი აქამდე ამ შემთხვევაში ჩინეთის სტრატეგიული მოკავშირე, ირანის სტრატეგიული მოკავშირეები ჩინეთი და რუსეთი გარკვეულწილად მერყეობდნენ და მოვლენებს აკვირდებოდნენ თუ როგორ განვითარდებოდა ირანის დაპირისპირება შეერთებულ შტატებთან და იმის მიხედვით გადაწყვეტენ ის საერთაშორისო პოზიციას. აი ამ კონფლიქტმა აჩვენა ის, რომ ირანთან თანამშრომლობა, ეკონომიკური, ასე ვთქვათ, დახმარება, ფინანსური დახმარება, სამხედრო კუთხით თანამშრომლობა ღირს და აუცილებელიცაა და შეიძლება ეს სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება რაღაც უხეშად რო ვთქვათ, სტრატეგიულ მოკავშირეობაშიც კი გადაიზარდოს ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, რაც საომავლოდ გაცილებით უარეს მდგომარეობაში, პოზიციაში დისპოზიციაში აღმოაჩენს შეერთებულ შტატებს, რომ რაღაც მომავალში შემდგომ კონფლიქტი დაიწყოს განაახლოს ირანთან. ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ რაც არ უნდა სამხედრო ზიანი მიაყენოს შეერთებულ შტატებმა საომავლოდ ირანს, თუნდაც მაგალითად გამოიყენონ ბირთვული იარაღი ირანის წინააღმდეგ, ირანს მაინც შეიძლება ჰორმუზის სრუტის ჩაკვეტა, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ასე ვთქვათ ადვილი განსახორციელებელი, ასე ვთქვათ, აქციაა ირანის მხრიდან. ვახსენე კიდევაც ეს, რომ რამდენიმე ოფცია აქვს ირანს, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტოს, ეს იქნება საზღვაო დრონები, საჰაერო დრონები, артиლერია და ასე შემდეგ, ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, მოწყვლადია ჰორმუზის სრუტე ამ თვალსაზრისით, ამიტომ ის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ირანმა აიძულა შეერთებული შტატები რომ დათანხმებოდა ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებას და აი მოთხოვნების განხილვას, რაც მან წარუდგინა, ეს ინსტრუმენტი საომავლოდ ყოველთვის ექნება ირანს. ამიტომ აი ეს ამ კონფლიქტის განახლებას კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეერთებული შტატების პერსპექტივით. ეხლა განვიხილოთ თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება დადგეს, რომც არ შესრულდეს ეს 10 პუნქტიანი მოთხოვნათა გეგმა, შეერთებული შტატების მოკავშირეობაზე უკვე საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები არის უკვე სპარსეთის ყურის მონარქიებში. ისინი აღმოჩნდნენ ყველაზე წაგებულები ამ კონფლიქტში, მათ აბსოლუტურად ვერაფერი ვერ მიიღეს აი ამ კონფლიქტის შედეგად. პირიქით, მათ დაკარგეს ყველაფერი, მათ დაკარგეს უსაფრთხოება, მათ დაკარგეს სტაბილურობა, მათ დაკარგეს შემოსავლები, მათ დაკარგეს წარმოების შესაძლებლობები, მათ დაკარგეს დიპლომატიური რესურსები, იგივე ირანთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის და სხვა, ასე ვთქვათ, ან პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური წონა დაკარგეს გლობალური მასშტაბით, იგივე საუდს არაბეთმა, საემიროებმა და სხვა ყატარმა და ასე შემდეგ, თუ მანამდე გარკვეულწილად ეს მაინც ჰქონდათ, ეს წონა პრაქტიკულად არის განულებული. ამიტომ ეს არის საკმაოდ დიდი დარტყმა შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ საომავლოდ დიდი ალბათობით სპარსეთის ყურის მონარქიები ამერიკულ სამხედრო შესაძლებლობებში არათუ შეიძენენ ამ შეერაღებას, არც ინვესტიციებს განახორციელებენ, ასევე არ განახორციელებენ ინვესტიციებს აი ხელოვნური ინტელექტის სექტორში შეერთებულ შტატებში. გამომდინარე იქიდან, რომ მათი შემოსავლები საომავლოდ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე ამ ცეცხლშეწყვეტის შეთანხმების შედეგად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ისრაელი. გამომდინარე იქიდან, რომ სპარსეთის ყურის მონარქიების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ის აღმოჩნდა ყველაზე მეტად დაზარალებული, ყოველდღიურად იბომბებოდა მთლიანად ისრაელის ტერიტორია, იქნებოდა როგორც მისი სამხრეთ არეალები, ნეგევი, ქალაქი ნეგევი და მისი შემოგარენი, საფრთხე ემუქრებოდა დიმონას ბირთვულ რეაქტორს, თელ-ავივი და მის გარშემო არსებული პატარა ქალაქები, ასევე ჩრდილოეთი, ასე ვთქვათ, ჰეზბოლა იყო აქტიური. და რაც თავარია, ისრაელმა ეს თავისი გრანდიოზული გეგმა, რაშიც მოიაზრებოდა ირანის საბოლოო გათიშვა და განეიტრალება და რეგიონულ ჰეგემონად გადაქცევა ისრაელის, ეს გეგმა აბსოლუტურად კოლაფსში აღმოჩნდა და დღეს პრაქტიკულად ბენიამინ ნეთანიაჰუს მხოლოდ ის დარჩენია, რომ ეს ომი საბოლოოდ არ დაასრულოს და ეს ომი შეინარჩუნოს კონკრეტულ ლიბანის მიმართულებით, კონკრეტულად ჰეზბოლას წინააღმდეგ, რათა მან გადაირჩინოს საკუთარი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კარიერა და უკვე გამწვავდა კრიტიკა ნეთანიაჰუს მიმართ, გამოვიდა მთავარი ლიდერი, ოპოზიციური ლიდერი იარ ლაპიდი და უკვე მან განაცხადა, რომ
ნეთანიაჰუს დაუდევრობამ, მისმა ამპარტავნობამ, მისმა ასე ვთქვათ, ყალბმა წარმოდგენამ საკუთარ ძალაზე და ძალაუფლებაზე ისრაელი მიიყვანა იქამდე, სადაც მიიყვანა, სადაც შეიძლება ვთქვათ, რომ ისრაელი გაცილებით დაუცველი სახელმწიფოა დღეს, ვიდრე იყო ეს ომამდე, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ისრაელი უკვე იყენებდა 2 და 3 თვის წინ ნაწარმოებ თავდაცვითი სარაკეტო სისტემების რაკეტებს, რაც იმას მიანიშნებდა, რომ რესურსი თავდაცვითი სარაკეტო სისტემის პრაქტიკულად ამოწურულია, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ შეიარაღებას იყენებდა. ანუ რეზერვები და რესურსი იყო პრაქტიკულად ამოწურული. ასევე ამ ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება შეიძლება მოყვეს პოლიტიკური პროცესები თავად შეერთებულ შტატებში. თანათანობით უკვე გაჩნდება მოთხოვნა თუ ვინ არის ვისი ბრალია ამ კონფლიქტში წარმატების მიუღწევლობა და გაჩნდება განტევების ვაცების გაჩენის მოთხოვნილება და პირველი რიგში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იქნება უკვე ომის მდივანი პიტ ჰექსეტი, რომლის წინააღმდეგაც საკმაოდ ესეთი კრიტიკული გამოკითხვა მოუწყვეს სენატში რამდენიმე დღის წინ და უკვე შეიტანეს კიდევაც ქვედა პალატაში, წარმომადგენლობით პალატაში მისი გადადგომის მოთხოვნით განცხადება, თუმცა ამას უმრავლესობა ჭირდება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შეიძლება ეს თავად დონალდ ტრამპმა გადაწყვიტოს მისი პოზიციიდან დათხოვნა. შეიძლება სამიზნეში იყოს ტულსი გაბარდიც, ასევე შეიძლება იყოს CIA-ის ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს რედკლიფის, ასე ვთქვათ, პოზიციაც საფრთხის ქვეშ. ამ მიმართულებით ყველაზე მეტად დაცულები შეიძლება ვთქვათ, რომ არის პირველ რიგში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც ახლა პირდაპირ არა, მაგრამ მიანიშნებდა, რომ ის მაინც და მაინც არ იყო ამ ომის მომხრე, ამ დაპირისპირებაში და ასევე შეიძლება გადარჩეს მარკო რუბიოც. ხო, ანუ ეს პოლიტიკური დავა, შიდა პოლიტიკური დავა შეერთებულ შტატებში პრაქტიკულად გარდაუვალია და თუ კი ეს რეალურად განხორციელდა და აი ამ პირებმა სამთავრობო კაბინეტში დატოვეს საკუთარი თანამდებობა, ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ დიდი ალბათობით ეს ომი არ განახლდება უახლოეს მომავალში. რაც შეეხება ირანის პოზიციონირებას, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ ირანი გახდა რეგიონში დომინანტი სახელმწიფო, რეგიონული ჰეგემონი, შეიძლება ესეც უწოდოთ, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად ძლიერი სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოთამაშეა, ვიდრე მისი ნებისმიერი მეზობელი, იქნება ეს სპარსეთის ყურის მონარქიები, თუნდაც ისრაელი, აღარ ვამბობ მაგალითად პაკისტანი და მის რაღაც ერაყი და ასე ვთქვათ, ესეთი მეზობლები, ასევე მისი ასე ვთქვათ, ჩრდილოელი მეზობლებიც, იქნება ეს თურქეთი თუ აზერბაიჯანიც, უკვე საომავლოდ იმ გეგმებს, რომ ისინი შეერთებულ შტატების რაღაცა გეგმაში ჩაერთნონ, აი ამ პერსპექტივებს უფრო ფრთხილად განიხილავენ საომავლოდ, ასევე გამოირიცხა გარკვეულწილად ესეთი პროქსი ძალების საომავლო გამოყენებაც იქნება იგივე ეს ქურთების მომენტი, რომელიც იგეგმებოდა როგორც პოსტფაქტუმ გავიგეთ, რომ ქურთები უნდა ყოფილიყვნენ ერთ-ერთი დრაივერი აქტორი, რომელთაც უნდა მოეწყოთ შიდა არეულობა და სეცესიური პროცესები ირანში. ეს სცენარიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამოირიცხა და რჩება ერთ-ერთი ესეთი დიდი კითხვის ნიშანი ჰეზბოლა ისრაელის დაპირისპირების საკითხი, თუ ისრაელი განაგრძობს ჰეზბოლასთან დაპირისპირებას, ირანს აქვს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა და უფლება, რომ ამ შემთხვევაში ისრაელთან განაგრძოს კონფლიქტი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი აი ამ ყოვლისმომცველ ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებას არ შეასრულებს ლიბანის მიმართულებით ისრაელი, მაშინ შესაძლებლობა, რაც ბუნებრივია, ექნება ირანს, რომ მანაც ამ მიმართულებით დაარღვიოს ეს ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება, თუმცა ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში თუ განვიხილავთ, ჰეზბოლასთან დაპირისპირებაც რეალურად ისრაელს ამ მომენტისთვის უკვე აღარაფერს არ აძლევს, იმიტომ რომ მან სტრატეგიული მარცხი იწვნია რეგიონული მასშტაბით და ასე ვთქვათ, ჰეზბოლას დამარცხება და დამარცხება და კონფლიქტში ყოფნა რეალურად ამ მომენტისთვის დამატებითი ხარჯი, დამატებით თავისტკივილი, ანუ არაფრის მომცემი აქცია არის თელ-ავივის პერსპექტივიდან. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.